გადაცემის ამ ნაწილში გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი გიორგი ჭანტურია, გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება ჩვენ სტუმარი. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით, მოგესალმებით. მე წავიკითხავ ციტატას, განცხადებას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულს, რომელსაც ბრიუსელიდან გააკეთა. მზად ვარ რომ ოცნებას ასე არ ჩაუბარდე. თუ აქ ვარ ეფექტური, აქ ვიბრძოლებ, თუ იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური, ციხეში ვიბრძოლებ. ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთანო განაცხადა მან. ვარ თუ არა ციხესთვის მზად, რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ამბობს გახარია, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვის მზად ვარ, რომ ოცნებას ასე არ ჩაუბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასოდეს მიცდია, ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური, აქ ვიბრძოლებ. თუ იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური, ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა? ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უბიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის უბიზო მიმოსვლის დაკარგვა არ შეიძლება. ეს უბრალოდ ბოროტებაა და ოცნებას ეს აწყობს და ძალიან გაუხარდებაო, განაცხადა გიორგი გახარიამ. ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმისი, რომ ფაქტობრივად შეიძლება ამ პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვოს ბრიუსელში ან ევროპის სხვა ქვეყანაში. არანაირად. პირიქით, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარია ნებისმიერი ბრძოლისთვის მზად არის და ის ნებისმიერი ბრძოლისთვის მზად იყო ჯერ კიდევ 2021 წელს, როცა ოპოზიციური პარტიის დაარსების შესახებ განუცხადა პირველ რიგში ამომრჩევლს. ახლა რა ხდება ბრიუსელში, ხო? ხო, არა, ბრიუსელს სამ გადავალთ, ანუ ის ამბობს, რომ მზადვარო ოცნებას არ ჩაუბარდეო, ხო? კი ბატონო, გახარიას ეს როგორ თუ აქ ჩამოვა, შეიძლება ისეთ საქმეები აღძრულოთ 15 წელი ციხეში ჩასვან და ამიტომ გამოდის რომ შეიძლება ვერ ჩამოვიდეს. ხო, მარტივ ლოგიკას ვუყურებ. გიორგი გახარია. თუ ჩამოვა, უნდა ჩაბარდეს, თუ არის მზად რომ არ ჩაბარდეს, ესე იგი უნდა დარჩეს. გიორგი გახარია იქნება იქ და იმ მომენტში, როგორც იქნება საჭირო ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის. ახლა ამოცემლობით ეს ადგილი არის ზუსტად ბრიუსელი და ევროკავშირი და ევროკავშირის ქვეყნები, იმიტომ რომ იქ წყდება და სამწუხაროდ არა ქართული ოცნების პირობებში ქართული ხალხის ბედი საქართველოში ამ წამს არ წყდება დასავლეთში და სამწუხარო არის რომ ქართულმა ოცნებამ ამ მდგომარეობამდე მივიყვანა. ხა რაც შეიძლება გახარიას ამ ციტატის შემდეგ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ვიხილეთ ჩვენ და ოპოზიციური აქტივისტი, რომელსაც თურმე ძალიან გაუხარდება გახარიას დაკავება მათი განცხადებებისგან და სტატუსებისგან ეს იკეთება და არ ვიცი ეს მათი არჩევანი არის, მათი შეფასება არის, ჩვენ კაფიოთ ვამბობთ რომ ჩვენ ვიქნებით ყველა ბრძოლის ხაზზე, ველზე, ეს იქნება რო გაგვიხარდებაო. ნუ პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ ბევრი სტატუსი და განცხადება გაკეთდა დღეს საერთოდ იკვეთებოდა ეს ყველაფერი რომ ვიღაცებს უმეს წკინით რომ გახარია დღეს თავისუფალია და ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა რომ რაღაც საქმე ვაკეთოთ ამ ქვეყნისთვის. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ქართულმა ოცნებამ ეხა ეს საქმეები გააგრძელა, ჩამოვა ის თუ არ ჩამოვა? ამას გადაწყობს თავად გიორგი გახარია, იმიტომ რომ 2021 წლიდან ჯერ კიდევ როცა გახარიამ საკუთარი ოპოზიციური პარტიის დაარსების შესახებ განაცხადა იმ დღიდანვე, იმ წუთიდანვე გიორგი გახარია მიცოდა რეალურად რა ბრძოლაში შედიოდა და კარგად იცოდა თუ როგორ გაგრძელდებოდა ეს ბრძოლა. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე. ეს უბრალოდ დრო დადგა ისეთი, იმიტომ რომ როგორც რეჟიმს გაუჭირდა, მაგიტო გაჭირდა ყველაფერი ხა ქვეყანაში, იმიტომ რომ რეჟიმს უჭირს თვითონ და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით ყოველთვის 2021 წლიდან და არ არის ეს ჩვენთვის სიახლე. ეს თუნდაც ახლა ეს 20 მის სისტემა წამოგვეწია, ხო? ეს იყო ჩორჩანაც, ეს არის პოლიტიკური განეიტრალების ცდელობა. ახლა ჩორჩანაც кейს თუ განვიხილავ, ჩორჩანაც кейსიდან პოლიტიკურად განეიტრალებული ვინ გამოვიდა ბოლოს საზოგადოებამ კი ვნახეთ და ახლა როგორც ჩანს ეს 20 ივნისიც ცოტა ახალი ცდილობენ რომ რაღაც ახალი რაღაცეები შეფუთონ გახარიას მიმართ, ნუ საინტერესო ჩვენთვის მეტნაკლებად არ არის ახლა. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ გონიათ თქვენ მივა საქმე იქამდე რომ მასეც ენა გამოცხადდეს ქართული ოცნები დღევანდელი ქართული ოცნებისგან გამორიცხული არაფერი არ არის. ახლა ჩვენ უნდა გავიხსენოთ რომ ეს არის ის ძალა რომელიც 2012 წელს მოვიდა იმ დაპირებებით პირველ რიგში რომ ციხეებს ყველანაირი სადისტოდებებისგან და ცემისგან და ადამიანების წამებისგან დაცლიდა და გაათავისუფლებდა და ეხლა ბაჩაშვილის მაგალითზე რომ ვიმსჯელოს ადამიანი პოლიტიკური პატიმარია თუ ისე შეიძლება პოლიტიკური საქმე არ არის ბაჩაშვილის მიმართ, მაგრამ საფაქტი არის რომ სახეზე გვაქვს პირადი ანგარიშწორების ფაქტი
და იმ შედეგავამდე მივედით უკვე და ოცნება იმაზეც წავიდა, რომ ციხეში დაკავებული ადამიანი სცემეს და ამას რა თქმა უნდა ქართული ოცნების ამომრჩეველი შეაფასეს პირველ რიგში ისე როგორც საჭირო. ხო, ქართული ამომრჩეველი ახსენეს, მაგრამ ჯერ ვიდრე ამ არჩევნებზე კითხავთ ვიზა ლიბერალიზაციის თემა ახსენეს, იქ რაღაცა ჩვენ შევძელითო გახარია ამბობს, ჩვენ გადავავადეთო და ეს რაღაც მან როგორ გადაავადა ეს, ხო, ევროკავშირის კონდეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მიეცადრო 31 აგვისტომდე, როგორც ხედავთ, ხო. გამოგზავნეს წერილი და ასე შემდეგ. ხო, როგორ გადაავადა? ჩვენ დიდი ხანი არის, ხო. ჩვენი პარტია პირველივე დღიდან ვამბობთ, რაც ოპოზიციაში გადმოვედით, რაც სანქციები ამუშავდა ქართული ოცნების მიმართულებით, ჩვენ ვამბობთ, რომ სანქციებს იმსახურებს მხოლოდ ქართული ოცნება და არა ქართული ხალხი და ამ თემას ჩვენ ლობირებდით ყველგან და ამ თემის ლობირებას მოვახდენთ მომავალშიც ყველგან. გიორგი გახარია თქვა იცით, რომ ბოლო 3 დღე არის ბრიუსელში. იგი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრებს თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისას, მათ შორის პოლონეთის პირველ დიპლომატს. მთავარი თემა რა იყო? პირველი თემა იყო, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ქართული ხალხის ყველაზე დიდი მონოპოლარია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა ძალიან მიჭირს ახლა რომ ქართულ ოცნებაზე ვთქვა, რომ რაღაც ისეთ გაწოლებას მიიღებენ, როგორღაც თავიდან ავირიდოთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ხალხი ამ სანქციას რაღაცნაირად თავს აარიდებს. რას აკეთებდა გიორგი გახარია? გიორგი გახარია 3 დღის განმავლობაში ევროპელ დიპლომატებს ელაპარაკებოდა იმაზე, თუ რა ვითარება საქართველოში, რომ ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და იქნებ როგორმე ვიზა ლიბერალიზაციის ამბავი ქართულ ხალხს ავაცილოს. მოხდა შემდეგი რაღაც, რომ გუშინ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ცოტა უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გაკეთებული განცხადება ევროპული ლიდერების მხრიდან. მაგრამ ცოტათ დრო მოვიგეთ, გადავავადეთ ეს საკითხი, ამაზე თავად პოლონეთის პირველმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ იგი გიორგი გახარიას ესაუბრა, შეხვდა და მათი მოსაზრებები უკვე ვიზა ლიბერალიზაციის სანქციასთან დაკავშირებით უკვე ერთიანი არის. დღეს მეცნობლად ვითარება კიდე ეგეთია, რომ ოცნებას შეთავაზება აქვს გაკეთებული, რომ აირჩიეთ. ჩვენ უნდა დავასანქციოთ ან თქვენი კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ძალადობენ ქართულ ხალხზე და თან ფულს იპარავენ ქართულ ხალხის ჯიბეებიდან და ამ თემაზე კონსენსუსის სამწუხაროდ ვერ შედგა, იმიტომ რომ ობახიძის პირადის მაკაცები, ფიცო და ორბანი ამ თემასთან დაკავშირებით კონსენსუსის შეთანხმებას ხელს უშლიან და ამიტომ სამწუხაროდ მივედით ვიზა ლიბერალიზაციამდე და მე არ მაქვს იმედი, რომ ოცნება ქართული ხალხის ინტერესებზე წინ საკუთარ ინტერესებს არ დააყენებს, იმიტომ რომ არ არის ის დღეს ეს ხელისუფლება, ის ხელისუფლება, რომელიც ქართულ ხალხზე ფიქრობს. ამ პირობებში, როცა თქვენი ლიდერი საქართველოს ჩამოსვლას ვერ ახერხებს და მეუჭირავს, რომ არჩევნებამდე შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, ხო, რა მიზანი და აზრი აქვს თქვენ მხრიდან არჩევნებში მონაწილეობას. პლუს ამას დაემატა ის, რომ 4 პარტიის გაერთიანება ვერ მოხერხდა და შესაბამისად რაღაც რეალური ბრძოლის გამართვაც არ გამოვა, ხო? ჩვენ ხედავთ ამას. ბატონო. თქვენ მოიხსენებათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც პირველივე დღიდან განაცხადა, რომ ჩვენგან ბოიკოტი ამ არჩევნებს არ ექნებოდა. გვიხარია, რომ შემდეგ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ლელოც იგივე აზრზე გადმოვიდა და დღეს ეს ორი პარტია უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოადგენილი იქნება. აქედან გამომდინარე, რადგანაც არაორდინალური მდგომარეობა არის, არაორდინალური ემოცემულობა არის და არაორდინალური არჩევნები არის, ამ არჩევნებში ჩვენი ორი პარტია ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან. რას მოიაზრებს ეს მემორანდუმი? ეს არ არის გაერთიანება, ეს არის თანამშრომლობის რაღაც პრინციპები, რაც მოიცავს პირველი წარვადგინოთ არაპარტიული საერთო კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ექნება და მეორე, სადაც ამას ვერ შეძლებს, უბრალოდ ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭიროთ მხარი. რატო აურჩიეთ ახლა ჩვენ ეს? მე პირადად დარწმუნებული ვარ შემდეგ რამეში, რომ მხოლოდ ქუჩის აქციები და სანქციები ოცნებას ვერ ჩამოშლის და ეს ფაქტი არის, იმიტომ რომ 2024 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ აიღო იმდენი პროცენტი, რამდენიც აიღო, თავის გაყალბებით, ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი არის, რომ დღეს ქართულ ოცნებას საქართველოში მხარს უჭერს, უпростоრად 24 წლის მონაცემებით რომ მივიელოთ, მხარს უჭერს 30-35%, რაც არის ბევრად იმაზე უფრო მეტი, ვიდრე რეალურად ქართული ოცნება იმსახურებს. ჩვენი პარტია რაც ასევე დარწმუნებული ვარ და პრაქტიკის დონეზეც გამოგვიცდია, ეს არის ის პარტია, რომელსაც ამ ამორჩეულთან ყველაზე კარგად ეხერხება საუბარი და დარწმუნება იმაში, თუ რატო არ უნდა მიცეს ქართულ ოცნებას ამ ხალხმა ხმა.
2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეიცვალა უამრავი რაღაც. დღეს ყავს 17 წლის პოლიტპატიმრები, ყავს ქალი პატიმრები, რომლებსაც რეჟიმი პირდაპირ მნიშვნელობით სახეში აფურთხებს. ყავს მოზალდე პოლიცია, რომელიც მარტო აქციაზე კი არ ძალადობს, ძალადობს ყოველდღიურ რეჟიმში ქუჩებში. ყავს ჟურნალისტები, რომლებსაც აქციებზე კი არა, ისერი მოტეხეს, რეჟიმი უკვე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში როგორღაც ფუთავდა თავის კრიზისს, ვეღარ ფუთავს, იმიტომ რომ უკვე ეს ხალხი ერთმანეთს ესვრის, უკვე იარაღით სროლზე არიან გადასულები, ოღონდ საკუთარი მოპარული ფული როგორღაც გადაინაწილონ და დაიცვან და ეხლა მივედით ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან. და ასევე მივედით იმ საკითხთან, რომ ქართული ოცნება უკვე პატიმრებს სცემს პირადი განზრახვით ციხეებში. ახლა ამას მე შევაფასებ და თქვენ შეაფასებთ, მაგრამ ამას პირველ რიგში ყველაზე კარგად შეაფასებს ქართული ოცნების სამომრჩეველი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე მოტყუებული დარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნება მას მშვიდობა შევპირდა და ახლა ჩემზე უკეთ ქართული ოცნების სამომრჩეველი ხედავს დღეს რეალურად რა რეჟიმს მისცა მას 2024 წლის არჩევნებში. აი ეს ეს ადამიანები რისი მიღწევაში აი ეს ადამიანები არ შეიძლება რომ ქართულ ოცნებასთან პირისპირ დავტოვოთ ამ არჩევნებზე ამ ადამიანებს ბიულეტენში სხვა არჩევანი უნდა დაუტოვოთ. იმიტომ რომ თუნდაც ახლა სენაკის მაგალითზე რო ვისაუბროთ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, სადაც ოპოზიციური უნდა ყოფილიყო საკრებულო და როგორღაც მოახერხა იქ ოცნებამ, რომ საკრებულოს შეაფერხა ცოტა ხნით, ამ შეფერხებით მე ისარგებლა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმოადგენელი გადაიბირა, შემდეგ საჭირო გახდა თავიდან შუალედური არჩევნების ჩატარება და იმ უბანზე, სადაც პირველ არჩევნებზე ოცნებამ 500 ხმა იყო, ხოლო შუალედურ არჩევნებზე, რადგანაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო 500 ხმის მაგალითად აიღო 900 ხმა. ჩვენს პრაქტიკაში გამოცდილი გვაქვს რატო ოპოზიციონერები ვიდრე და მხარი დაუჭირეს თუ მათ შორის რატო მათ შორის იმიტომ რომ ეს მუნიციპალური არჩევნებია მე მესმის თბილისის მოტივები მე მესმის იმ ადამიანის მოტივები რომლებიც აქციაზე დადიან და მაგ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეული ჩვენი პარტიის წევრი და თავად გიორგი გახარიაც იმიტომ რომ ადამიანების ძალიან დიდი მონაპოვარი არის თუნდაც იმ სანქციებისა და დღეს რომ ოცნებას რეჟიმი ქვია თუნდაც ამაში მაგრამ რეგიონებში და სოფლებში არიან ადამიანები, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვს, იმაზე უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენია და ამ ხალხის დატოვება ეს პირისპირ ოცნებასთან წარმოუდგენელია და შეუძლებელია უბრალოდ. არა მხოლოდ მე იმასაც ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ჩვენ თუ ამ ადამიანებს მივატოვებთ ამ არჩევნებში, არა მხოლოდ ოცნება შეეცდება, რომ ის კრიზისი დაძლიოს, რა კრიზისის ბოლო 1 წლის განმავლობაში შეიქმნა საერთოდ. მაგ პირიქით არის საუბარი იმის შესახებ, თუ ოპონენტები ამბობენ, რომ კრიზისის დაძლევაში თქვენ ეხმარებთ, ამ სიტუაციის ნორმალიზებაში ეხმარებით, რომ აი კრიზისი კი არ არის, აგერ არჩევნები ტარდება მშვენივრად და ოპოზიცია წიღებს მონაწილეობას და არანაირი ბოიკოტი არ არის და ამ ანტურაჟს უქმნის. ჩვენი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც მოხდა და ახლა დასწრება. რეზოლუციაში ისე ახალი არაფერი არ ყოფილა, რა ჩვენ არ ვიცოდეთ. რეზოლუციაში ეწერა, რომ ქართული ოცნება შეეცდება ეს არჩევნები გამოიყენოს, როგორცაც შეეცდება ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, ქვეყანაში რაც არ უნდა მოხდეს, ვიზა ლიბერალიზაციას გვიჩერებენ და ოცნება იმას წილობს, ახლა ის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება გადააბრუნოს. თქვენი საფუძველს აძლევთ რა მას, ამაზე არის საუბარი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, ჩვენი პარტია არის დარწმუნებული იმაში, რომ არჩევნები ასე თუ ისე ოცნება მოახერხებს ჩვენ რომ მონაწილეობა ვარიგოთ არჩევნებზე, ჩაეტარებინა იდეალური არჩევნები. აუცილებლად იპოვიდა მეორე დღეს ოცნება ძალიან ბევრ გამოგონილ ფეიქ ოპოზიციურ პარტიას ჩაატარებდა. აი ხო რეალურად ვერ შექმნიდა იმ როგორ რატო ვერ შექმნიდა, რომელსაც ახლა თქვენ შექმნით. როგორ შექმნიდა, იმის სალაპარაკო საბაბი თუ ექნებოდა, რომ არც ერთმა ნორმალურ ოპოზიციურ პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა, რატო ვერ შექმნიდა ამ დროს. და ჩვენ ამის პარალელურად ხო ჩვენ კითხვას დავსვით ხო? ბოიკოტი, ოკეი, ბოიკოტი, მაგრამ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ? დღემდე წინააღმდეგობა რაც არის? წინააღმდეგობა, რატო არ არის წინააღმდეგობა არჩევნები? ან რატო არ არის წინააღმდეგობა არჩევნები? ამ ადამიანებს, რომლებიც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის არჩევანს და ხა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვას განსხვავებული მოსაზრება ქონდეს, მე ოცნების იმას მანტიას ვერ მოგვირგებ და მოღალატეს არ დაუძახებ ნამდვილად და მით უმეტეს ოცნების პროპაგანდისტული არხევიდან არ დავждები და სხვა ოპოზიციონერებს არ გავუანძღავ. ამიტომ მე ეხლა დღეს მოცემულობთ, რასაც ხედავთ, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი სპიკერი ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიას აკეთებს, იმიტომ რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ჩვენ და ლეო ვართ, პირდაპირ ეთერში ლანძღავს. ეხლა ეს მისა გასაგებია. სამწუხაროა, მაგრამ გასაგებია და ჩვენ მარტივი კითხვა დავსვით ბოიკოტი, ოკეი, რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ? წინააღმდეგობა არის არჩევნებიც, წინააღმდეგობა და არჩევნები ერთმანეთში საპირისპიროდ არ მოდის, ორივე შეიძლება და ამ ადამიანებს ძალიან დიდი დრო ჰქონდათ და ახლაც ააუთ ეს დრო და მაგალითად თქვენ ხედავთ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს რა აუთ გეგმა, ანუ
რამე უშლით დღეს ამ ადამიანებს თავიანთი გეგმის განხორციელებაში. ვერ ხედავ, ამათი გეგმა ბოლო დღეებიდან გამომდინარე, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ როგორღაც დასდნენ რუსთავის ეთერში ოპოზიციონერები და ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიებიდან ლანძღონ დანარჩენი ოპოზიციონერები, რომლებიც არჩევნში მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი. გასაგებია. დასანანია. სამწუხაროდ ჩვენ რა მოიწურა, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ჭანტურია, პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი.